არავითარი მარკერი სინამდვილეში აქ როგორც რეალური საფუძველი არ არსებობს, ეს არის სადამსჯელო ღონისძიება იმისთვის, რომ მან არ აღიარა, მან არ ითანამშრომლა, მან არაფრად ჩააგდო რუსული რეჟიმი, მოექცა ზუსტად ისე რუსულ რეჟიმს, როგორც უნდა მოექცეს ადამიანი. მან გააკეთა ძალიან ბევრი რამ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და მომავალში კიდევ უფრო მეც გააკეთებს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ეს არის ჩვეულებრივი სადამსჯელო ღონისძიება ელენეს მიმართ. მეორე მხრივ ეს არის სიგნალი ყველასთვის, რომ ჩვენ მოგექცევით ასე. თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, თუ არ იმოქმედებთ რეჟიმის მიერ დადგენილი წესებით, ჩვენ ასე მოგექცევით ყველას. ეს არის გზავნილი. მაგრამ ამ რეჟიმმა უნდა იცოდეს ძალიან კარგად, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები და არც თუ ისე ცოტა, საკმაოდ ბევრი, რომელიც მზად არის, რომ ძალიან ძვირფასი რამეები დათმოს ფასეულობებისთვის, ღირებულებებისთვის, ამ ქვეყნის ნამდვილი ჭეშმარიტი, ნორმალური ევროპული მომავლისთვის, ნორმალური საქართველოს აღდგენისთვის. ისეთი საქართველოსი, როგორც ნამდვილად არის ეს ქვეყანა და არა ისეთისა, როგორც რეჟიმს წარმოუდგენია. ამიტომ ვერც ელენეს შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ვერავითარი ქმედების და რაღაც მოდუსის შეცვლაზე ლაპარაკი ვერ იქნება, ვერც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში. ელენეს მე ძალიან იშვიათად შემხედრია ადამიანი, რომელსაც ელენეს მსგავსად შეიძლება გააზრებული კონდეს საკუთარი ბრძოლის შინაარსი, საკუთარი ბრძოლის სტრატეგია და გამარჯვების გზა. თუ ვიცნობ საერთოდ ესეც. ამიტომ არავისთვის ეს მოულოდნელი არ არის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ელენემ ძალიან კარგად იცის რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, ეს არის კლასიკური რუსული რეჟიმი, რომელიც იკადრებს ყველაფერს, ხო? ერთი მხრივ ხედავთ პროპაგანდას, რაღაც ვითომ ქართულ ღირებულებებთან დაკავშირებით და მეორე მხრივ ხედავთ მათ რეალურ ქმედებებს. აი კახა კალაძე მაგალითად, ხო, რომელიც არის არ ვიცი, გამორჩეული თაღლითი და გამორჩეული რუსი პროპაგანდისტი, ხო? ერთი მხრივ ლაპარაკობს რაღაცა ქართულ ღირებულებებზე, რომელიც მის შემთხვევაში არის აბსოლუტურად არაქართული სინამდვილეში და მეორე მხრივ ჩადის არნახულ არაკაცობას, არნახულ არაადამიანობას, რომ რაღაცა მზად არის ეს ადამიანი, რომ ფორმალურად მაინც საზოგადოებამ იცოდეს, რომ მის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ადამიანი შეიძლება წელიწადნახევრის წავიდეს ციხეში, მაგრამ სინამდვილე არის შემდეგი, რომ არავითარი მარკერი და ფლომასტერი სინამდვილეში როგორც რეალური საფუძველი ელენეს პატიმრობის არ არსებობს. ელენეს ფორმალურადაც აქვს აყენებული სხვა სამი ბრალი კიდე, რომელიც გულისხმობს რაღაცა რეჟიმის გადატრიალებას, საბოტაჟი, რომელიც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ერთ-ერთი არის 7-დან 15 წლამდე. 7-დან 15 წლამდე ასევე. ჩვენ ნახეთ, რომ ვინც ციხიდან გამოვიდა, მეორე დღესვე დააწიეს სასამართლოში მისვლა, დღეს ახლა ხოშტარია ისევ ციხეშია გამოკეტილი. რატომ ახსენეთ? ფიქრობთ, რომ შესაძლოა ეს ბრალიც გააქტიუროს პროკურატურა? არა, მაგის ეგ ბრალი გააქტიურებული აქვს უკვე და მიდის პროცესები მაგ მიმართულებითაც, მაგრამ მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს რაღაცა მარკერი და წარწერა სინამდვილეში არის საბაბი და არა რეალური შინაარსი ამ ყველაფრისა. რეალური შინაარსი არის შემდეგი, რომ ადამიანები და ელენე პირველ რიგში, რომლებიც ებრძვიან ამ რეჟიმს, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ამ რეჟიმისთვის, რომლებიც არ აღიარებენ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას, არიან პირდაპირ სამიზნე პოლიტიკური დევნისა. ის რაც ელენეს თავს ეხა ხდება, არავისთვის, მათ შორის აი ქოცების მხარდამჭერებშიც კი არ ტოვებს არც ერთ კითხვის ნიშანს, არის თუ არა ეს პოლიტიკური ანგარიშწორება. ვერავის ვერ დააჯერებ. აი ვერავის, ვერც ერთ საღად მოაზროვნე, რაციონალურ შერაცხად ადამიანს ვერ დააჯერებ, რომ 500 ლარიანის ზიანის გამო შეიძლება ადამიანი წელიწადნახევრით გაუშვა ციხეში. ეს ის ყველამ სინამდვილეში. და საბოლოო ჯამში ამ ბრძოლის შინაარსი, ხო, აი პირადად ელენეს ბრძოლის და ზოგადად ამ დიდი ბრძოლისა საქართველოს თავისუფლებისთვის მდგომარეობს ზუსტად მაგაში, რომ შეიძლება მოგიწიოს ძალიან მნიშვნელოვანი რამეების დათმობა, მათ შორის პირადი თავისუფლებისა, ოღონდ ნებისმიერი შენი ქმედებით უნდა აშიშულებდე რეჟიმს, უნდა აჩვენებდე საქართველოს მოქალაქეებს, როგორია ეს რეჟიმი სინამდვილეში და შესაძლებელია, რომ ამ გზით გაიმარჯვო რეჟიმზე და სინამდვილეში ობიექტურად თუ შევხედავთ დღეს ამ მომენტში, როდესაც ელენეს წელიწადნახევარი მიუსაჯეს, პოლიტიკურად სინამდვილეში ელენე არის გამარჯვებული ამ რეჟიმზე. სწორედ ეს მინდოდა რომ მეკითხავთ, გიგა. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ წელიწადნახევრიან ციხეზე, როდესაც ელენე ხოშტარია
მიიღო გადაწყვეტილება არაღიარების გულისხმობ მათ შორის სასამართლოებზე არ მისვლას და დღევანდელ წერილსაც, რომელიც თავად მოსამართლემაც წაიკითხა, ის ღიად ამბობს, რომ არაღიარებს და მან სავარაუდოდ ზუსტად იცოდა შედეგი, რომელსაც ეს არაღიარება მოიტანდა. თუმცა ქართულმა ოცნებამ სავარაუდოდ უნდა იცოდეს შედეგი, რომელსაც ეს პატიმრობები მოიტანს და მე მაყურებელს გავახსენე ევროპარლამენტის რეზოლუციაც მათ შორის ელენე ხოშტარიას პატიმრობასთან დაკავშირებით. რატომ უღირს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ასეთ რისკზე წასვლა? ბუნებრივია, რომ საგარეო მიმართულებიდან ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ წნეხს რეჟიმზე, მაგრამ ამბობდი აი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესზე გავამახვილოთ ყურადღება. აი როგორ ფიქრობთ, დღეს ვინ არის გამარჯვებული, ელენე ხოშტარია თუ კახა კალაძე? აი კახა კალაძე, რომელიც სადაც არ უნდა მივიდეს, ყველგან იციან, რომ მის საარჩევნო ბანერზე ფორმალურად ხო ესეა, რომ მის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ადამიანი წელიწადნახევრით გაუშვეს ციხეში. არც ეს ბანერი არსებობს, არც ის შტაბი არსებობს, საარჩევნო შტაბი. სამაგეროდ არსებობს კახა კალაძე, უსინდისო, თაღლითი არაკაცი, რომლის საარჩევნო ბანერზეც გაკეთებული წარწერის გამო ფორმალურად ელენე ხოშტარიას მიუსაჯეს წელიწადნახევარი. აი თქვენი აზრით, სოციალურად, საზოგადოების თვალში დღეს ვინ არის გამარჯვებული? აი მაგალითად ეს ეგრეთ წოდებული მოსამართლე არევაძე, რომელმაც წელიწადნახევრიანი განაჩენი გამოუტანა ელენე ხოშტარიას. ის არის დღეს გამარჯვებული თუ ელენე ხოშტარია? მე ამაზე მაქვს ცალსახა პასუხი. და საბოლოო ჯამში ამ ტიპის გადაწყვეტილებები, ამ ტიპის ბრძოლა მოიტანს არა ერთეული ინდივიდების გამარჯვებას, ხო, მორალურ და პოლიტიკურ დონეზე. არამედ მოიტანს საბოლოოდ ქართველი ხალხის გამარჯვებას. იმიტომ რომ ყველა კარგად ხედავს სინამდვილეში, რომ საქართველოში არსებობს ბევრი ხალხი, რომელიც მზად არის, რომ მძიმე ფასის გადახდის მიუხედავადაც კი არ მიიღოს ეს რეალობა, რომელიც შექმნილია დღეს საქართველოში. რეჟიმის მთავარი მოთხოვნა რა არის? ელენეს რა სთხოვს რეჟიმით, ან ყველა სხვა დანარჩენს, რომელიც წინააღმდეგობაშია ჩართული. მაღიარეო, სცანი ჩემი არსებობაო, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლებისაო. და ეს არ მოხდება ეს არასოდეს. უმძიმესი ფასის გადახდის მიუხედავადაც კი არ მოხდება. და ვინმეს თუ კიდე კითხვა აქვს დარჩენილი, ამ რეჟიმს ლეგიტიმურობა, არალეგიტიმურობის საკითხი აღელვებს თუ არა, დღეს ჩემი აზრით დღევანდელი განაჩენის მერე ეს კითხვა საერთოდ აღარ უნდა დაუსვას არც საკუთარ თავს და არც საზოგადოებას არავინ, იმიტომ რომ დიახ ძალიან აღელვებს. იმიტომ რომ ელენეს წინააღმდეგ მიღებული ეს პოლიტიკური დევნის გადაწყვეტილება არის სინამდვილეში მაგით ნაკარნახევი. ეს არის საჩვენებელი დასჯა მათი აზრით ერთი მხრივ იმ კონკრეტული ადამიანისა ელენე ხოშტარიას სახით, რომელიც არ მოიქცა ისე როგორც რეჟიმს უნდოდა.